ბატონო ანზორ, ეხლა რა მაინტერესებს ისიც ყველაზე მეტად, რადგან ჩვენ ეხლა ზუგდიდში ვარ და თქვენ კენჭს იყრით, იღებთ მონაწილეობას, ანუ ზუგდიდის მერობაზე, თქვენი პრიორიტეტი, აი ამ ქალაქში, გამარჯვების შემთხვევაში, აი თუნდაც ორი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, რასაც გააკეთებდით ზუგდიდებისთვის. ჩემ ახალგაზრდობაში ზუგდიდი იყო სიყვარულის ქალაქი. ურთიერთპატივცემის და ურთიერთგაგების ქალაქი. ერთმა ქალბატონმა დამიწერა, ბატონო ანზორ, რა ბედნიერი კაცი ხართო, 75 წლის ასაკშიო, მხოლოდ ამ მთავრობამო ასაკი გიპოვათო. აი სიყვარულის ქალაქი მინდა რომ მეორე ის არის რომ ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდობა ყავს ზუგდიდს. აბსოლუტურად ცარიელი ტვინები არის. მაგათი ტვინები სულ სხვანაირად არის მოწყობილი. სტუდენტები გახდნენ, მაგრამ საშუალება და ფინანსების არ აქვს და შეჩერებული აქვს სტუდენტები. თუ ამირჩევენ მერად, პირველს რას გავაკეთებ სიას, შევისწავლი ყველა შეჩერებული სტუდენტის ბიოგრაფიას, ანამნეზს შევკრიბა და ჩემს ახალგაზრდა გუნდთან ერთად გადავწყვიტა პირველ რიგში ვინ უნდა დავაფინანსოთ, სწავლის ფასი გადაუხადოთ, ბინის ქირაც გადაუხადოთ თბილისში, მაგრამ ერთი პირობით. ხელშეკრულება რომ დაამთავრებენ ინსტიტუტს, ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან ზუგდიდში და 10 მაგ მოგებას მიცემენ ჩემს საყვარელ ქალაქს. მე აბსოლუტურად თქვენს ორივე სურვილში გიერთდებით, იმიტომ რომ მადლობა დიდი. სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში არის ესე, რომ როდესაც ესეთი პოლიტიკური, ესე ვთქვათ, ტემპერატურა იმატებს ხოლმე, შესაბამისად ბევრი ცუდი რაღაც ხდება და მართალი ხართ. მეტი სიყვარული ჭირდება ჩვენ საზოგადოებას, ყველა ქალაქს, არა მარტო ზუგდიდს და ყველაზე მეტად რაც ახლა მე მომეწონა ის რომ ახალგაზრდებს გაუყვალოთ გზა, მისცეთ საშუალება იმისა რომ მათ ცოდნა დააგროვონ და ამ ცოდნით დაბრუნდნენ თავიანთ რეგიონში და თავიანთ ხალხს მოახმარონ ის ცოდნა, რომელსაც მიიღებენ წლების განმავლობაში. ბატონო ანზორ, მე მაქვს ინფორმაცია რომ თქვენს პოპულარობა შეიძლება ესე ითქვას, ეს გახდათ ერთ-ერთი ფეხბედნიერი, ყველასთვის საყვარელი, ჩემთვის განსაკუთრებულად საყვარელი მსახიობი, ყველასთვის საყვარელი ბებია ქალბატონი სესილია თაყაიშვილი. ის იყო თქვენი ერთ-ერთი ძალიან ცნობილი პაციენტი და აი ეს მინდა მომიყვეთ. თქვენ მაშინ ძალიან ახალგაზრდა იყავით. ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, გამხდარი ვიყავი. და 30 წელს ვერ მომცემდით. და ლამაზი როგორც დედა ამბობდა. ლამაზი, მაგრამ სესილია მითხრა, რას გავხარო, სარკეში ჩაიხედეო. საღამოხანია, ლეჩკომინატში ვარ. ისა მორიგე ექიმად. დაატყდა ხმაური. ელდარ შენგელაია, ბატონი ელდარი შემოვარდა და ანზორ შენახა რა კარგია, სესილია მომყავს 5 წუთის დამჩა გადასაღები და ინფარქტი დაემართა სესილიასო. და იღება ეს კარები და საკაცეზე წევს ქალბატონ სესილია, იღებენ ცისფერ თევზს, ყველაფერი და დავაწვინეთ სესილია. ამ საწოლზე და კივის მომკლავენ, მიშველეთ და ეს ქოთქოთებს არ ჩერდება. მტკივა, გასხდა გული და შვილიშვილს დართეს ნება, მანანას. მანას ეუბნება, მანანა, მე მომკლავენ ესენი. მერე უთხრა, როცა გაიგო ვინა ვარ. ხო და ბებიაო, შენ არ ინერვილო, თუ მოგტიო, ამას დაგაკავო ზედო ჩემზე. თანაც რა გამხდარია ეს აწყალი, იმანაც ხარი აუბა. ხო და მე ვზივარ, ხედავს ეს ქალბატონ სესილია, უნიჭერესი ქალბატონი იყო, როგორ გამეცდიდი, როგორ იმას რაღაცები ვიღებდი ამიმებს და ეს ექიმი მაინც რატომ არ შემოდისო?
სადა ექიმიო და თქვენ ვინ გონიხართ რომ ვინ ხართ? მე ალბათ ეგთანი რა ვიცი, იმიტომ ბენაშიც უკეთებდი, იქა ვატრიალებდი, იქ უსორებდი სასტუმალს, რა ვიცი, ყველაფერს ვაკეთებ. უთხარით რომ თქვენ ხართ ექიმი რა გითხრათ? ექიმი არ არის, გულიკო მუთხრა, ანსორი. ვინო? ესო? ამის ანაბარ მანან მეუბნება. დარეკე მოვიდნენ და მე ვთხარი ქალბატონო მეთქი, როგორ არ იმერულო, თქვენი ჭირიმე მეთქი, ექიმი ვარ, კარდიოლოგი მეთქი, რაღაცები და მამა შენს ბევრი ფული ქონდა, ხო ტომრით მიუტანა, ხო გელბახიანს. მე ვთხარი, ქალბატონ სესილია მეთქი, მე მოსკოვში დავამთავრე, აქ არ დამემთავრებია და ეს იყო გარდატეხის მომენტი. თავარი სიტყვა. მოსკოვშია. ხო. მე ვთხარი პირველი სამედიცინო ინსტიტუტი. არ ყოფილხარო ცუდი ბიჭი. ხლად ხელწამოსაკრავიო. არ ყოფილხარო. მარა შესაწყალო. ასეთი გამختარია, ასეთი ისა. რაღაცას მაინც გიწუნებ. ხო, და ის არისო. ვინ გამოყვებაო, ვინო? ჭამეო, კარგად და გასუფთიო. მე ვთხარი, ქალბატონ სესილია. 40 წლამდე ჩემი გვარი არ სუქდება მეთქი, ასეთი გამხდრები ვართ მეთქი. და ფაქტობრივად ეს ფილმი დამთავრდა ისე, რომ თქვენ იყავით მასთან ერთად სულ ვიყავით ერთად, მაგრამ პირველი გადაღება, როცა ინფარქტის შემდეგ უნდა ღამის პირველ საათზე მირეკავს და შეიდიოტო გძინავს. მე ვთხარი, არა ქალბატონო, რა გაძინებს, მე ხვალ უნდა წამიყვანო რომ იქ მოგდე. მე ვთხარი, როგორ ქალბატონ სესილია არ ინერულო თქვენ და დავქოქე მანქანა მივედი და მთელი ღამე ვამხნევი. და დილას კოპლებიანი კაბა ჩაიცვა. და ფილმში რაცაცია. ხო, ფილმში და რა მომენტი იყო, ხომ იცი? აი, ხანყალებს, აი ეს იყო. კი, ხელი აღო, ხელი ამიშიო. დიახ. ბარ შეიდერს რეუნება. ეხლა გავდივართ, უკვე დააყენეს აპარატი და ხელი ჩაჭიდებული. გამოვდივარ და ვაიმე რა შიში ქონდა. გამოვედით ყველა ესო ასე ნუ მოგაქვსო ეს დიპლომატიო გახსენიო და როგორ არის ამხელა დიპლომატი გახსნა აქეთ სესილია ჩამოკიდებული აქეთ ეს დიპლომატი მოვედი აბა წამლები ყველაფერი არის მანახე ხო და მივედით ამ იმასე გადაღების მე ვხარი ყველაფერი გადაღება ყველა და აბა გაიწიეო და მე ვთხარ ხელი გამიშვით გავიწევით არა ეს კონდესო ეს ჩანთა გახსნილე კიმეთი აგერდა და ყველაფერი კარგად არის 1-5 წუთი და დამთავრდა დღევანდ ცოცხალი ვარ ცოცხალი ანზორ ხელი მომგიდე ცოცხალი ვარო აი საოცარი ისტორია მომიყევით აი მართლა ყველაფერი აი ამათმა გამზარდა ამ ამამტყოფებმა ქალბატონ სესილია თაბუკაშვილმა ნამდვილად რამ პატარაიამ რა ვიცი რამდენი გითხრა საოცარი პაციენტები ყავდათ ხო ილიგო სუხიშვილი არ ვიცი რამდენი მართლა აი რაღაცა ბევრ რამეზე დამაფიქრა ამან და მივხვდი რამხელა სიამოვნება და რამხელა ბედნიერება იყო მიუხედავად ალბათ ბევრი სირთულეებიც იყო თავისთავად ხო მაგრამ ამხელა ბედნიერება იყო ამ ადამიანებთან ურთიერთობა მაგრამ იცით რა მაინტერესებს თქვენი განსაკუთრებული ურთიერთობა თქვენს პაციენტებთან თქოს აი თქვენი ოჯახის წევრები ხდებიან თქვენ მათი ოჯახის წევრები ხდებით ხოლმე ბევრ დღესასწაულზე ჭირში თუ ხინში ხშირად ხდებით ხოლმე ერთმანეთს და რატო დავიწყე ახლა მე ამაზე საუბარი ზუგდიდში თქვენი ოპონენტი არის სახელმწიფო პარტიიდან თქვენი პაციენტის ბატონი იურა წოწერიაშვილი და მე ბატონ იურას ძალიან კარგად ვიცნობ. მართლა? ძალიან. ის იყო უაღრესად კარგი ადამიანი, ძალიან პატივცემული მისი ოჯახი. მარტო პაციენტი არ იყო, მეგობრები. ხო და აი როგორი დამოკიდებულება გაქვთ? ეხლა როდესაც ხედავთ რომ აი ამ თქვენი მეგობრიშვილი არის თქვენი ოპონენტი ზუგდიდში. იცით რა არის? გამოწესრიგებული პიროვნება იყო ბატონი იური. ყოველთვის მოწესრიგებული იყო აბსოლუტურად. და ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და მე დარწმუნებული ვარ რომ ბატონი იური წოწერიაშვილი და ანზორ მელია თავის მშობლების სულს არ შეაწუხებენ. თუ იბრძოლებენ სუფთად, ვაშკაცურად, კაცურად, კეთილსინდისიერად. გამარჯვების
თუ მე გავიმარჯვებ, ხელი უნდა ჩამომართვას, თუ ის გაიმარჯვეს, მე მივალ და ხელს ჩამოვართვე, მაგრამ ეს უნდა იყოს სუფთაობთა ბრძოლა და არა ისეთი, როგორც სხვა დროს გაუკეთებია. მე მგონია, რომ ბატონი იურის შვილი არ იკადრებს სიბინძურეს. მე ამაში დარწმუნებული ვარ. ეს არის ძალიან ღირსეული განცხადება და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. ეხლა რაც შეეხება თქვენს პაციენტებს, ეხლა მინდა გაგახსენდოთ ერთი საკმაოდ ისეთი რთული სიტუაცია, რომელსაც ჩვენ ყველა თვალყურს ვადევნებდით ტელევიზორიდან, როდესაც თქვენ შვილს ნიკას უხსნიდნენ პარლამენტში იმუნიტეტს და სხვათა შორის აი მაშინ მოხდა თქვენი ერთ-ერთი უდიდესი იმედგაცრუება, როდესაც პარლამენტში ისხნენ ძალიან ბევრი თქვენი პაციენტი და თქვენ ფიქრობდით, რომ ეს ადამიანები არ გადადგამდნენ იმ ნაბიჯს, რა ნაბიჯს მე ვსაუბრობ, ყველამ ვიცით. აი ეს დღე მინდა გაიხსენოთ, აი რისი იმედი ქონდათ, რა იმედგაცრუება მოხდა, აი ყველაზე დიდი ტკივილი ალბათ იმ მომენტში. არც ერთხელ მე არ მივსულ ვარ ნიკას დასაცავად, არც იქ ოფისში, არც არცად, მაგრამ ერთი დღეც არ გამიცდენია სამსახურში და ჩემ გუნდთან ერთად, ახლობელ ექიმებთან, წამყვან ექიმებთან ჩამოვწერეთ სია, თუ ვინ არის ჩემი ავამტყოფი, პარლამენტის წევრი, ხო, პაციენტი. ყოველს ხომ უცბად ვერ გაიხსენებდი ვერაფერი და ერთი მახსენებდა, მეორე მახსენებდა. ანუ თვალი გადავლეთ და ხედავთ ამ ადამიანებს ეკრანზე. და 14 კაციდან მე მგონი 13 კაცს პლუსი დაუწერე. ანუ ვინც ნიკას დაჭერას ხმას არ მისცემდა და რომ გამოაცხადეს და შოქში ჩავარდი. ადამიანები, რომლის იმედი მქონდა, ზოგი არ მოვიდა სხდომაზე და ვინც მოვიდა ნიკაზე დაჭერაზე მიცეს ხმა და ერთმა გენერალმა, რომელსაც მამა გადაურჩინე და თვითონ რამდენჯერ გადავარჩინე, თქვა რომ სამშობლოს სიყვარული უფრო მაღლა დგას, ვიდრე ანზორმელიას მკურნალობაო. აი ესეთი ხალხი რა უნდა გააკეთოს ამ ხალხმა საქართველოსთვის, მაგრამ ისეთმა ხალხმა, რომელსაც არც ვიცნობდი ნიკას დაჭერაზე ხმა არ მისცეს. მე მაინც ამხელა ასაკის ადამიანი ვარ და დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება მაქვს, ადამიანებს კარგად ცნობ. ადამიანი, რომელიც 5 ადამიანს გეპატიჟება ოჯახში, შვილის დაბადების დღეზე და მეხუთე შენახარ ექიმი ხმას აძლევს შვილის დაჭერას. ეს რა ქვია? ძალიან ემოციური არის ეხლა მამისგან ამის მოსმენა და ზუსტად მე ვიცი ნიკა როგორ განიცდის ამ ყველაფერს და სხვათა შორის მითხარო აი მთელი სული და გული მაქვს მამა ჩემისა. მე ვიცი ეს რა ბრძოლა არისო თქვა და იმდენად ენანებით ადამიანურად მართლა ძალიან ენანებით ამისთვის და ძალიან განიცდის და ძალიან ნერვიულობს. მაგრამ მინდა მიმართო ნიკას, ნუ გეშინია შვილო, მაგარი ვარ, ძალიან მაგარი, დედას უტირებ, გადავტეხავთ ამათ. თქვენ ისეთი ემოციით გადმოსცემთ და ისეთი მესიჯები გაქვთ ადამიანებისთვის და გინდათ პირველ რიგში რომ აი შუღლი, ტრობა, გინდათ რომ მოსპოთ და დაასრულოთ. ეს პოლიტიკოსი ანზორმელიას სურვილი არის თუ კარდიოლოგი ანზორმელიას სურვილი? ძალიან რთულია. რომ გითხრათ რომ სულთა პოლიტიკოსი ვარ, არ დაიჯერეთ, მაგრამ სულთა კარდიოლოგი ვარ და პროფესორი. ერთ რამეს მოგიყვებით. ჩვენ წამყვანი კარდიოლოგები ძალიან ხშირად დავდიოდით, კი არა, ყოველწლიურად ევროპის კარდიოლოგთა კონგრესებზე და ყოველთვის ინფარქტის გამომწვევი მიზეზები პირველ ადგილზე იყო მაღალი წნევები, შაქრიანი დიაბეტი, უმოძრაობა, ზოგადი სიმსუქნე, მაღალი ხოლესტერინი და ბოლო 2 წელიწადი პირველ ადგილზე გამოჩნდა მუდმივი სტრესი.
და მუდმივი ამიტომ არის საქართველოში ჩვენ ყველანი მუდმივი სტრესის ქვეშ ვიმყოფებით. ამიტომ რომ აი ასე გაახალგაზრდა ინფარქტები, ინსულტები, იმიტომ რომ სტრეს არაფერი არ შველის გარდა სიყვარულისა, გარდა პატივისცემისა, გარდა ხვალინდელი კარგი დღისა. ამიტომ ყველა ეს იქნება კარდიოლოგი თუ ინჟინერი თუ მთავრობის წევრი, მაგრამ ამ მთავრობაზე არ ვამბობ, მომავალ მთავრობაზე უნდა იზრუნოს, რომ სტრესები რაც შეიძლება ნაკლები იყოს. მე ხვდები რომ ქართველი ხალხი იყო ჯანმრთელი. ეხლა გინ კარდიოლოგიას მიაწერე და გინ პოლიტიკას. მესმის, მივხვდი, რატომაც გაქვთ სურვილი იმისა, რომ ძალიან მაგარი ადამიანები გათავისუფლდნენ აი ამ სტრესებისაგან, რომ ნაკლები პაციენტი იყოს, ვისაც გული ეტკინება, მაგრამ ბატონო აზორ, მე ყველაზე მეტად ეხლა რაც მინდა, მე მინდა რომ თქვენს მთავარ ნატურასთან წავიდეთ, ხო? წავიდეთ, დიდი სიამოვნებით. ესეც იცით? როგორ არ ვიცი, მე ყველაფერი ვიცი. ძალიან ვიცი. ძალიან. თქვენთან ერთად დიდი სიამოვნებით გაუდგები ახლა იმ გზას. წავიდეთ. წავიდეთ, დიდი სიამოვნებით. დღეს 27 სექტემბერია და ძალიან სიმბოლურია, რომ ჩვენ ვდგავართ აქ. ჩემს უკან საოკუპაციო ხაზია. და იმის უკან კიდე ჩვენი აფხაზეთია, ჩვენი სამშობლო. ძალიან ხშირად ამბობენ ხოლმე საზღვრისპირა სოფელი ან ტერიტორია. არა, ეს საოკუპაციო ხაზია. და რა თქმა უნდა, დღეს ბატონ აზორთან ერთად აქ იმიტომ ვდგავართ, რომ ბატონ აზორს ძალიან ბევრი პაციენტი, ვისაც გულის ტკივა, სწორედ აფხაზეთიდან ყავს. ბატონ აზორ, ხო ძალიან სიმბოლურია ის, რომ დღეს აქ ვდგავართ ჩვენ საოკუპაციო ხაზის წინ და ვიცი, რომ ძალიან ბევრი პაციენტი მოგმართავთ იმ პრობლემით, რასაც ქვია გულის ტკივილი. ეხლა აქ შეიძლება ყველაფერი ჩავდოთ ერთად. კონკრეტულად მართლა გულის ტკივილი და კიდევ სხვა ტკივილი, მაგრამ თქვენ რადგან ხართ კარდიოლოგი, მინდა რომ მომიყვეთ. ბევრი ყავთ პაციენტი. ძალიან ემოციური მომენტი არის. უამრავი ავადმყოფი მყავს აფხაზები, რომლებიც ქართველები, რომლებიც და იგივე აფხაზებიც, რომლებიც ჩარჩენილები არიან და არ გადმოდიან და იქ ოჯახებს ინახავენ. შვილები თბილისში ან რუსეთში, ხოლო თვითონ მოხუცები რჩებიან. ძალიან ბევრი და ეხლა აქ რომ მოვედით, უფრო მეტად გული დამიმძიმდა, იმიტომ რომ ჩემთან ჯანმრთელი პაციენტი არ მოდის. მოდის ავადმყოფი პაციენტი, ინფარქტ გადატანილი, ინსულტ გადატანილი, გულის უკმარისობი და როგორ გამოდიან ამ ხელა გზას, მაგრამ ეს არის იმედის გზა, იმიტომ რომ იციან, რომ კლინიკა გულში უშველიან. მე როგორც ვიცი ბატონო აზორ, აი აქ სწორედ ეს ჩვენ საგუშაგოდან ძალიან ხშირად დგას ხოლმე მანქანა, რომელიც ემსახურება თქვენს კლინიკას, სადაც თქვენ ესე ვთქვათ უკეთებთ დახმარებას, გადმოყავთ თქვენ კლინიკაში და ვიცი რომ თქვენი დიდი სურვილიც იყო რომ ეს კლინიკა გაეკეთებინათ აქ, რომ სწორედ აი ამ საოკუპაციო ხაზიდან გადმოსულ ადამიანებს განურჩევლა თავისი ეროვნებისა დახმარებოდით, მაგრამ ეხლა რა მინდა, იცით, ცოტა შეიძლება ისეთი უცნაურად მოგეჩვენოთ ჩემი კითხვა, მაგრამ განსხვავდება აფხაზი და ქართველი დაავადებული გული, აი როცა ოპერაციას აკეთებდა? ой, ძალიან განსხვავდება. რითი? ბოლო პერიოდში. აფხაზის ჩემი მცხოვრები მოქალაქის გული, რომელიც ჩემთან მოდის, სევდიანიც არის და ამ დროს დაფლეთილიც არის. რატომ არის დაფლეთილი? იმიტომ რომ პირველ 2 საათში ტკივილის დაწყებიდან უნდა გააკეთო კორონოგრაფია და სტენდირებას რომ ვაკეთებთ, ინფარქტისგან კურდნავთ ავადმყოფს. იქ საწყლები ითმენენ, ტკივილი უვარდება, წნევა, რითმის დარღვევა აქვთ რაღაცები და ძლივ უკავშირდებიან ან მოსკოვში, ან სადღაც თბილისში და
შვილებს გადმოყავთ აქით უკვე მძიმე მდგომარეობაში და არა მარტო იმათთვის არის ეს ძალიან მძიმე, არამედ ჩვენთვისაც ექიმებისთვის ჩვენ ხომ გული გვაქვს, თყულად კი არ ქვია ჩემ კლინიკას გულის მკურნალი მხოლოდ გულია, როცა ვიცით რომ ავამტყობს თავის დროზე რომ გააწეოდა დახმარება კვალიფიციური შეიძლებოდა მისი გადარჩენა. ეს არის საშინელება, ამას ჩვენ ძალიან განვიცდით, მაგრამ მაიმჩველი ვართ, ისინი ინვალიდებია, მაგრამ ერთადერთი საშველი გზა არის აქ. ესა იმედის გზა, ეს არის სასწაული გზა, რომელიც ამ ავამტყოფებს რომ გადმოვლენ როგორც მეუბნებიან, აი მას რომ უახლოვდებით ჩვენ ხელმეორედ ვიბადებითო. ბატონო აზორ, ჩვენ ესე საუბრებში მე ვიცი რომ თქვენი მთავარი ნატურა, რაც ყველაზე ძალიან გინდოდა და რაც რა თქმა უნდა არის ჩვენს აფხაზეთთან დაკავშირებული, მე მინდა რომ მომიყვეთ რა არის ის თქვენი მთავარი ნატურა წლების განმავლობაში, რაც თქვენ ძალიან გულისხმობთ. ძალიან დიდი ხნის წინა ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს მინდოდა რომ ვინმე აფხაზეთის იქაური მთავრობის ხელმძღვანელთან ქონოდა შეხვედრა რომ ჩემი ხარჯებით ხო ჩემი იმითი გამეკეთებინა პატარა კლინიკა სადაც მაღალ კვალიფიციური ექიმები იმუშავებდნენ თვითონ აფხაზები მაგათ მოვამზადებდი აპარატურა ჩემი იქნებოდა და მე არაფერი არ მინდოდა მხოლოდ თავის ხარჯები გაენაღდა და ამიტომ სულ ფიქრობდა ეხლა წლები რომ მემატება ფიქრობ მოვესწრები იმ დღეს როცა გაიხსნება და პირველი რასაც გავაკეთებ სოხუმში გავაკეთებ კლინიკას სადაც დავაწერ გულის მკურნალი მხოლოდ გულია და ყველას დავეხმარები აი ესაა ჩემი ოცნება და ეს ჩემ ავამტყოფებს რომლებიც აფხაზეთში არიან და მისმენენ ძალიან მისმენენ იმიტომ რომ ნიკა უყვართ გიждდებიან ნიკაზე რომ ამოისუნთქავენ და შვებას იგრძნობენ უი მადლობთ რა ბიჭი გაზარდ მე ვთხარ საიდან სოხუმში გვაქვს ჩართული ტელევიზორი ესა ბედნიერება მე მიყვარს ჩემი აფხაზეთი მთელი ბავშვობა არ დადაგები როცა ზუგდიდში სწავლობდი კინთხში ვატარებდით ჩემთვისაც ჩემი ბავშვობაც და ზღვაც ყოველთვის ჩემთვის ასოცირდება სოხუმთან იქ სადაც მართლა ის საუკეთესო წლები მაქვს ჩემი ცხოვრების გატარებული და მე მინდა და მჯერა ნამდვილად აი გულწრფელად გეუბნებით და არ შეიძლება იმიტომ რომ აი ამ რწმენით როცა არის ბევრი ადამიანი გამჭვალული არ შეიძლება რომ მაგას არ მოყვეს ის შედეგი რაც ყველაზე მეტად გვინდა ჩვენ რომ მოესწრებით კი არა ჩემი გადაცემით მინდა რომ შევიდეთ ერთად და ღმერთმა კნას ის რომ ჩვენ ერთად და ბატონო აზორ დიახ გამარჯობა კიდევ ერთხელ თქვით და მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და კიდევ ერთხელ რა თქმა უნდა ძალიან სიმბოლურია რომ დღევანდელ დღეს ჩვენ აი აქ ვდგავართ აი აქ აი ამ ხიდზე რომელზეც მე ძალიან ბევრჯერ გამივლია ჩემო ძირფასებო და იცით რა არის ყველა ჩემი სტუმრის ისტორიას აქვს თავისი სახელი და მე თქვენ გიტოვებთ ამ უფლებას რომ თქვენს ისტორიას თქვენთან დაარქვათ სახელი ბატონო აზორ და აი მე მოგცემთ ახლა თქვენ კურსელს საწერ კალამს და მინდა რომ თქვენ დაარქვათ სახელი ამ ისტორიას იცით რა ხატვა ცუდად მეხერხება მაგრამ დაახლოებით გავაკეთებ იმას დღეს საქართველო არის ფიბრილაციის პერიოდში დიახ ეს ფიბრილაცია ან ყოფნა ან არ ყოფნა ფიბრილაციის დროს წამებია საჭირო რომ ელექტროშოკით მოხსნა ეს და რითმი აღსდგეს და სიცოცხლე შეუნარჩუნო ეს არის პირველი ეტაპი და მეორე ეტაპი არის რომ მოარჩინო აუცილებლად
კარდიოქირურგიული ჩარევა. დიახ. ასე დღეშია დღეს საქართველოს. და აუცილებლად ბოლოში ხელი და მომიწეროთ. კი ბატონო. თვალცრემლიანი დგავარ და უყურებ აი იმას, რაც ხდება უკან, ჩემს ზურგს უკან, მაგრამ ისეთი სითბო და სიყვარული მოდის, რომ აი, ნორმალური რითმი და აი ფიბრილაცია. 2 ოქტომბერს არჩევნები არის ფიბრილაცია, ელექტროშოკი, ბახ, უნდა განუხტო და რითმი სინუსური აღვადგინოთ. აი ასეთი რომ ეს ხაზი არ გაჩნდეს, არ გაჩნდეს. ეს არის ჩვენი გადაცემის და ჩვენი გულის ფეთქვა.